მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვუღრმავდებით ტიმ ფერისის საკმაოდ, ესე იგი, არატრადიციულ, მაგრამ პრაქტიკულ ხედვას. დიახ, ხედვას იმაზე, თუ როგორ შევქმნათ ბიზნესი, ან თუნდაც პოდკასტი თან ნულიდან. კი ბატონო. და ჩვენი მასალა მისი ერთ-ერთი YouTube ვიდეოს ტრანსკრიპტია. სადაც ის გვიზიარებს თავის ფილოსოფიას და, რაც მთავარია, კონკრეტულ ინსტრუმენტებს. ჩვენი ამოცანა ამ ანალიზისას, ესე იგი, გამოვყოთ ის ძირითადი ბირთვი, ის იდეები. ხო, ის იდეები, რომლებიც თქვენ ჩვენს მსმენელს დაგეხმარებათ თუ რამე ახლის დაწყებას აპირებთ. ზუსტად. და ეს არ არის უბრალოდ რჩევების სია, ხო ეს უფრო ერთგვარი მოგზაურობაა. იდეის დაბადებიდან თქვათ ახალი კატეგორიიდან მის სწორად განვითარებამდე. კი, აი, პატარა გიგანტები 1000 ფანი. და რაც მთავარია იმის უზრუნველყოფამდე, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს თქვენს ცხოვრებას. და არა პირიქით, რომ ბიზნესმა არ დაგიმონოს. კი. და ფერისის ერთ-ერთი პირველივე და ალბათ ყველაზე, დამაინტრიგებელი იდეა სწორედ ეს არის. კატეგორიის შექმნა, ხო? დიახ. რომ ხშირად ბევრად უფრო ადვილი, ეფექტური და სახალისოც კია შექმნა და დაეუფლო სრულიად ახალ კატეგორიას. ვიდრე იბრძოლო უკვე გადაჭედილ ბაზარზე იყო საუკეთესო. თუნდაც რაღაც მცირედი გაუმჯობესებით. ზუსტად. მოდით აი აქედან დავიწყოთ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. ფერისი ამბობს და ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ არსებულ დამკვიდრებულ კატეგორიაში პირველობა, წარმოუდგენლად რთულია. კი, კონკურენცია დიდია, ხმაური ბევრია, ძალიან ძნელია გამორჩევა. ამიტომ ის გვთავაზობს ენერგია მივმართოთ არა არსებულში რაღაცის, თუნდაც მცირედ გაუმჯობესებაზე, არამედ ახალი სათამაშო მოედნის შექმნაზე, ანუ შენ თვითონ შექმნა თამაშის წესები. ხო, და ამის უკეთ გასაგებად ის გვიგზავნის წიგნთან მარკეტინგის 22 უცვლელი კანონი. კონკრეტულად კი იმ თავთან, რომელიც კატეგორიის კანონს ეხება. და აქ ის საკმაოდ მკაცრია ისე. ამბობს, თუ კითხვისთვის და მომზადებისთვის დრო არ გყოფნით, მაშინ ბიზნესის დაწყებაზე ფიქრიც კი სარისკოაო. ეს არის კლასიკური ორჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი პრინციპი, რადგან როგორც ფერის ამბობს. ხო, არასწორად დაწყებულმა ბიზნესმა შეიძლება თავისუფლების ნაცვლად უბრალოდ ჩვენივე ხელით აშენებულ ციხედ გვიქციოს ცხოვრება. ზუსტად, თავისუფლების ილუზია და მერე პირიქით. ეს იდეა ისე პირდაპირ ეხმიანება ძალიან ცნობილ ბიზნეს კონცეფციას, ცისფერი ოკეანის სტრატეგია. კი, გამიგია. ფერის ამ წიგნსაც გვირჩევს. კი, და მისი მთავარი არსი მარტივია. იმის ნაცვლად, რომ იბრძოლო გადაჭედილ სისხლიან წითელ ოკეანეში, სადაც ყველა ერთმანეთს ჭამს ფაქტობრივად. ზუსტად. იპოვე ან შექმენი ცისფერი ოკეანე. ახალი ხელუხებელი საბაზრო სივრცე, სადაც კონკურენცია, ფაქტობრივად არ არსებობს. ანუ შენ ადგენ თამაშის ახალ წესებს. კი, ფერისის გზავნილი. აქ არის არა უბრალოდ ინოვაცია, არამედ თამაშის წესების ფუნდამენტარული შეცვლა. ახალი კატეგორიის შექმნით, შენ კონკურენციას კი არ უსწრებ, არამედ მას აზრს უკარგავ. ზუსტად. ეს არის სტრატეგიული უპირატესობა. ის იუმორით იხსენებს, რომ ეს სტრატეგიული წიგნი Burning Man-ის ფესტივალზე წაიკითხა. ხახა, ცოტა უცნაური ადგილია სტრატეგიული წიგნისთვის. ხო, თავადაც ამბობს, უცნაური იყო, მაგრამ იდეა ძალაში რჩება, შექმენი რაღაც უნიკალური. საინტერესოა, ესე იგი, მთავარი არა იყო უკეთესი, არამედ იყო განსხვავებული, პირველი საკუთარ სივრცეში. და ეს ლოგიკურად მიგვიყვანს შემდეგ პუნქტთან. აი, რა ზომის უნდა იყოს ეს სივრცე. მართალია. ფერისი ეჭქვეშ აყენებს იმ იდეას, რომ მიზანი ყოველთვის მაქსიმალური ზრდა და მასშტაბირება უნდა იყოს. ანუ ის გაიზარდიან მოკვდი მანტრა. ხო, მას მოყავს ციტატა, რომელიც მისი ვარაუდით BJ Novak-ს ეკუთვნის. თუ ჯილდოებისთვის მუშაობ, შენი ნამუშევარი კარგი არ იქნება. მაგრამ თუ კარგად იმუშავებ, ჯილდოები თავისით მოვა. ზუსტად. ანუ ფოკუსირება უნდა იყოს არა გარეგან მაჩვენებლებზე, ჩარტები, გადმოწერების ზომა, არამედ შესანიშნავი პროდუქტის ან სერვისის შექმნაზე შენს მიერვე განსაზღვრულ უნიკალურ კატეგორიაში. კი ბატონო. და ამ აზრის გასამყარებლად ის გვირჩევს ბობერლინგემის წიგნს პატარა გიგანტები. აი, ეგ ძალიან საინტერესო წიგნია, ის სწორედ იმ კომპანიებზეა, რომლებმაც შეგნებულად აირჩიეს. ყოფილიყვნენ შესანიშნავები თავიანთ სფეროში
და არა აუცილებლად დიდები ზომით. ხო, მათთვის პრიორიტეტი ხარისხია, კულტურა, მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობა. და არა უსასრულო ზრდისკენ სწრაფვა. ეს ხო ეწინააღმდეგება სტარტაპ სამყაროს კლასიკურ ლოგიკას. აბსოლუტურად. და ფერისი ამის საილუსტრაციოდ იყენებს მაგალითს ხელოსანზე. გამახსენდა ტყავის შარველებზე რო ამბობდა. კი, რომელიც წელიწადში მხოლოდ 100 წვილს, მაგრამ უმაღლესი ხარისხის ტყავის შარვალს კერავს. ისეთი ცნობილი კლიენტებისთვის, როგორც შერილ ქროუ ახსენა, მგონი. დიახ. ეს არ არის მასობრივი წარმოება, მაგრამ ეს არის მრავალმილიონიანი ბიზნესი, რომელიც შეგნებულად არის შეზღუდული დიზაინით. ანუ მე პატრონემ თავად აირჩია ეს მასშტაბი. სუსტად, რათა შეინარჩუნოს ხარისხი და კონდეს ისეთი ცხოვრების სტილი, რომელიც მას სურს. ეს სრულიად განსხვავდება იმ უნიკორნის ძიებისგან, მილიარდიანი კომპანიის. ან სწრაფი გასვლის მენტალიტეტისგან, ბიზნესის სწრაფად გაყიდვის, აქ მთავარია შენი ბიზნესი მოერგოს შენს პირად მიზნებს და არა პირიქით. ესეთი ბიზნესი როგორც ინსტრუმენტი უკეთესი ცხოვრებისთვის. კი, და არა თვითმიზანი. ეს საკუთარი მიზნების იდეა კარგად უკავშირდება ფერისის შემდეგ პრინციპს – საკუთარი ქავილის მოფხანა. ეს მართლა საინტერესო ჟღერის. ხო, კაი გამონათქვამია. ეს ნიშნავს, რომ შექმნა პროდუქტი ან სერვისი, რომელიც პირველ რიგში შენ თვითონ გჭირდება ან ძალიან გინდა რომ არსებობდეს, მაგრამ ბაზარზე ვერ პოულობ. და ფერის ამას საკუთარი გამოცდილებით ამყარებს, ხო? კი, მისი მეგა ბესტსელერი 4 საათიანი სამუშაო კვირა, იმიტომ დაწერა, რომ თავად ეძებდა გზებს, როგორ ემუშავა ნაკრები და ეცხოვრა მეტი. და ვერ იპოვა შესაბამისი სახელმძღვანელო. ასევე სენეკას წერილების აუდიო ვერსია შექმნა უბრალოდ იმიტომ, რომ თავად უნდოდა მისი მოსმენა. ამ მიდგომის სიძლიერე მგონი მის ფსიქოლოგიურ უპირატესობაშია. როცა შენ ქმნი იმას, რაც თავად გჭირდება. შენ უკვე გარანტირებულად ყავს მინიმუმ ერთი ენთუზიაზმით სავსე მომხმარებელი შენ თვითონ. ხო, და ეს წარმოშობს გულწრფელ, ბუნებრივ აღფრთოვანებას და რწმენას პროდუქტის მიმართ, რაც ძალიან გადამდებია. გაცილებით ადვილია სხვები დაარწმუნო რაღაცის ღირებულებაში, როცა თავად ხარ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ნამდვილად. ეს ბევრად ეფექტური სტრატეგიაა, ვიდრე ვთქვათ ჰიპოთეტური აუდიტორიის საჭიროებების გამოცნობის მცდელობა. აუდიტორიის რომლის შესახებაც შეიძლება არაფერი იცოდე. რამდენად ხშირად ვცდილობთ გამოვიცნოთ, რა სჭირდება სხვას, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ პრობლემას მივხედოთ. მართლაც დამაფიქრებელია. კი, ეგრეა. და ეს იდეა, რომ არ გჭირდება ყველასთვის პროდუქტის შექმნა, პირდაპირ მივყავართ კევინ კელის ცნობილ კონცეფციამდე 1000 ნამდვილი ფანი. კი, კელის ესე. ფერისი ამას ხშირად ახსენებს და ამბობს, რომ აუცილებლად წასაკითხია. ნამდვილი ფანი, როგორც კელი და ფერისი განმარტავენ, არ არის უბრალოდ მომხმარებელი, ხო? არა, ის ადამიანია, ვინც შენს ყველა პროდუქტს ყიდულობს. აი მაგალითად წიგნის შემთხვევაში. ქაღალდის ვერსიასაც, ელექტრონულსაც, აუდიოსაც, განახლებულ გამოცემასაც. ხო, დადის შენს ღონისძიებებზე, გენდობა და აქტიურად გიჭერს მხარს. ფერისი აღნიშნავს, რომ ეს ესე ონლაინაც ხელმისაწვდომია და მის წიგნში ტიტანების იარაღებიც არის შესული. და ამ კონცეფციის პრაქტიკული შედეგი ისაა, რომ მდგრადი და წარმატებული ბიზნესის ან პროექტის შესაქმნელად სულაც არ არის აუცილებელი მილიონიანი აუდიტორია. ანუ მასშტაბი არ არის მთავარი. არა, თუ შენ ყავს თუნდაც 1000 ან თუნდაც რამდენიმე ასეული ასეთი ერთგული, ნამდვილი ფანი, ეს შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს კარგი შემოსავლის მისაღებად. და იმ საქმის საკეთებლად რაც გიყვარს. კი, მეტიც ეს ფანები თავად ხდებიან შენი ყველაზე ძლიერი მარკეტინგული არხი. ანუ ისინი ავრცელებენ ინფორმაციას შენ შესახებ საკუთარ წრეში. და ბევრად უფრო ეფექტურად, ვიდრე ნებისმიერი რეკლამა. ეს ისევ და ისევ გვაბრუნებს პატარა გიგანტების იდეასთან. განსაზღვრო რა მასშტაბი გჭირდება შენი ცხოვრების სტილისა და მიზნებისთვის. კი, თუმცა აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რამდენად რეალურია 1000 ნამდვილი ფანის პოვნა ყველა ნიშისთვის. ეს ცოტა კარგი კითხვა. ალბათ 1000 აქ უფრო სიმბოლური რიცხვია, რომელიც ხაზს უსვამს პრინციპს. ანუ ფოკუსირდი სიღრმეზე და არა სიგანეზე, ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ზუსტად. რაც მიგვიყვანს შემდეგ ლოგიკურ ნაბიჯთან. როგორ გავიგოთ ვართ თუ არა სწორ გზაზე? აი აქ შემოდის გაზომვის თემა. ხო, ფერისი აქ გერმანულ ანდაზას იშველიებს, alles mit Maß und Ziel, ყველაფერი ზომით და მიზნით. ის ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია თავიდანვე დაისახო მკაფიო, კონკრეტული და რაც მთავარია, გაზომვადი მიზნები.
დიახ, და არა მხოლოდ მიზნების დასახვა, არამედ მათი პროგრესის რეგულარული მონიტორინგი. აქ შემოდის EC KPI-ები. ძირითადი შესრულების ინდიკატორები. კი, ეს არის კონკრეტული ციფრები, რომლებსაც რეგულარულად, ყოველკვირეულად აკვირდები, რათა ნახო, უახლოვდები თუ არა დასახულ მიზანს. ეს შეიძლება იყოს ყოველკვირეული შემოსავალი, ახალი მომხმარებლების რაოდენობა, ვებგვერდის კონვერსიის მაჩვენებელი. და ასე შემდეგ. მთავარია ეს იყოს გაზომვადი. ფერისის აზრით, სწორედ ეს მოსამზადებელი სამუშაო კვლევა, დაგეგმა, გაზომვადი მიზნების დასახვა არის ის, რაც მკვეთრად ზრდის წარმატების შანსებს. ის ამბობს, რომ სტარტაპების კატასტროფულად მაღალი წარუმატებლობის მაჩვენებელი. ხშირად 80%-ს ასახელებენ, ხო? დიდწილად სწორედ ამ საწყისი სტრატეგიული აზროვნების და დაგეგმის ნაკლებობის ბრალია. და თუ ამ ნაბიჯებს სწორად გადადგამ, შანსები ბევრად უკეთესი ხდება. ანუ ნაკლები იმედი იღბალზე და მეტი ფოკუსი მომზადებაზე. ეს მიდგომა კარგად ეხმიანება პიტერ დრაკერის იდეებს, ხო? კი, რომელსაც ფერისის ხშირად ციტირებს, განსაკუთრებით მის კლასიკურ წიგნს „ეფექტური ამოღანზიძებელი“. და აქ ფერისი გვასწავლის ძალიან მნიშვნელოვან განსხვავებას ორ ცნებას შორის. ეფექტურობა, effectiveness და ეფექტიანობა, efficiency. ერთი შეხედვით მსგავსი სიტყვებია, მაგრამ მნიშვნელობა სხვადასხვა. კი, ფერისის განმართებით, ეფექტურობა ნიშნავს სწორი საქმის კეთებას, იმის კეთებას, რასაც რეალურად მოაქვს შედეგი და გვაახლოებს მიზანთან. ხოლო ეფექტიანობა ნიშნავს საქმის კარგად, სწრაფად ოპტიმიზებულად კეთებას. და ფერისის მთავარი გაფრთხილება აქ არის, დავხარჯავთ დროს და ენერგიას იმაზე, რომ ძალიან ეფექტიანად, სწრაფად და კარგად ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი და შედეგზე გავლენას არ ახდენს. ის საკუთარ თავსაც კი აღწერს არა როგორც ზეეფექტიანს, efficient, ყოველ წუთს, არამედ როგორც ეფექტურს, effective. ანუ ფოკუსირებულია სწორ აქტივობებზე. კი, მაგალითად, შეიძლება რამდენიმე თვის პოდკასტის ეპიზოდები ერთ დღეში პარტიებად ჩაწეროს. ეს ერთი მაღალი ბერკეტის მქონე ეფექტური ქმედებაა. რომელიც დიდ შედეგს იძლევა, თუნდაც დანარჩენი დრო იდეალურად არ იყოს წუთებში გაწერილი. ზუსტად. დრაკერის ეს იდეა მართლაც ფუნდამენტურია. იყო ეფექტური, ნიშნავს კონდეს დისციპლინა, ფოკუსირდე იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან ამოცანებზე. რომლებიც ხშირად ყველაზე რთული, არასასიამოვნო და გადადებისკენ მიდრეკილია, არა? კი, ნამდვილად, სწორედ ამ ამოცანების შესრულება გაძლევს საშუალებას რეალურად წინ წაიწიო. ეს მოითხოვს უნარს, განასხვავო ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმე უბრალო საქმიანობისგან. ან დაკავებულობისგან. ხო. ფერისი აღნიშნავს, რომ დრაკერის ამ წიგნს პერიოდულად ხელახლა კითხულობს, რაც მის მარადიულ ღირებულებაზე მიუთითებს. და ეს იდეა, რომ ფოკუსირება გავაკეთოთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, პირდაპირ მიგვიყვანს კიდევ ერთ მძლავრ ინსტრუმენტამდე 80-20 პრინციპამდე. იგივე პარეტოს კანონი. ფერისი ამას ძალიან აქტიურად იყენებს და პოპულარიზაციას უწევს. ეს კანონი, რომელიც თავდაპირველად ვილფრედო პარეტომ შენიშნა, ხო, იტალიაში სიმდიდრის განაწილებაზე ან ბარდაზე ბაღში. ზოგადად ამბობს, რომ შედეგების დიდი ნაწილი, დაახლოებით 80%, მოდის მიზეზების ან ძალისხმევის მცირე ნაწილზე, ანუ 20%-ზე. ფერისი ასევე გვირჩევს რიჩარდ კოხის წიგნს ამ თემაზე. ბიზნესში ამ პრინციპის გამოყენების კლასიკური მაგალითი ალბათ მომხმარებლების ანალიზია, ხო? კი, ფერისი გვთავაზობს. დაადგინეთ თქვენი კლიენტების ის 20%, რომელიც მოგების 80%-ს გაძლევთ. და პარალელურად დაადგინეთ კლიენტების ის 20%, რომელიც თქვენი დროის, ნერვების და რესურსების 80%-ს ჭამს. მუდმივი კითხვები, პრობლემები, პრეტენზიები. და ძალიან ხშირად აღმოჩნდება, რომ ეს ორი ჯგუფი განსხვავებულია. ანუ, ყველაზე მომგებიანი კლიენტები ხშირად ყველაზე ნაკლებ პრობლემურები არიან. ზუსტად. ამ ანალიზის საფუძველზე ფერისი საკმაოდ რადიკალურ, მაგრამ ლოგიკურ ნაბიჯს გვთავაზობს. გაათავისუფლოთ ის ყველაზე პრობლემური და ბორ შემოსავლიანი კლიენტები. კი. ეს ცოტა თამამად ჟღერს, განსაკუთრებით დამწყები ბიზნესისთვის, როცა თითოეული კლიენტი მნიშვნელოვანი ჩანს. ეს ხომ შეიძლება სარისკოც იყოს? რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს სიფრთხილეს და ანალიზს. ფერისიც არ გულისხმობს, რომ ეს პირველივე დღეს უნდა გააკეთო.
ეს უფრო ინსტრუმენტია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო ხდება მაშინ, როცა ბიზნესი ცოტა ფეხზე დადგება. ხო, და გარკვეული მონაცემები დაგიგროვდება. იდეა ისაა, რომ გამოთავისუფლებული დრო და ენერგია მიმართო უფრო ღირებული, მაღალ შემოსავლიანი კლიენტების მოზიდვაზე. ან არსებულების უკეთ მომსახურებაზე. ეს არის რესურსების ოპტიმიზაცია 80-20 პრინციპის მიხედვით. კი ბატონო. გასაგებია. დაუშვოთ ბიზნესი ავაწყოთ, მიზნები გვაქვს 80-20-ს ვიყენებთ, მაგრამ დროთა განმავლობაში უგრძნობთ, რომ რაღაც ისე ვერ არის. ხდება ხოლმე. შეიძლება გადავუხვიეთ საწყის მიზნებს, ან ბიზნესი ისე გაიზარდა, რომ ჩვენ კი არ ვმართავთ მას, არამედ ის გვმართავს ჩვენ. რა ხდება ასეთ დროს, როგორ დავბრუნდეთ საწყის წერტილთან? ფერისი ამბობს, რომ ასეთი ხელახალი კალიბრაციისთვის მას ძალიან დაეხმარა როლფ პოტსის წიგნი მოხეტიალეობა. Vagabonding. აქ მნიშვნელოვანია სწორად გავიგოთ, რას გულისხმობს ფერისი მოხეტიალეობაში. ეს არ არის უბრალოდ მოწოდება, ყველაფერი მიატოვო და სამოგზაუროდ წახვიდე. თუმცა, გრძელვადიანი მოგზაურობა წიგნის ერთ-ერთი თემაა, ხო? კი, მაგრამ ეს უფრო ფილოსოფიაა. ეს არის ცხოვრების გამარტივებაზე ფიქრი, მატერიალიზმის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. იმის გაცნობიერება, რომ დრო ხშირად ფულზე ბევრად ღირებული ვალუტაა. ზუსტად. ეს არის ნაკლები მეტია პრინციპის პრაქტიკაში გამოცდა. ამ წიგნს შეუძლია იმოქმედოს როგორც ერთგვარი ფილოსოფიური კომპასი. რომელიც დაგეხმარებათ შეამოწმოთ ხომ არ მისდევთ სხვების მიერ თავსმოხვეულ წარმატების მოდელს. ხომ არ იზრდებით ზრდისთვის და ხომ არ დაგავიწყდათ, რატომ დაიწყეთ ეს ყველაფერი თავიდან. ფერისი ამბობს, რომ ერთ დროსთან მხოლოდ თოროუს ოლდენს და მოხეტიალობას ატარებდა. ხო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. და ბოლოს, სანამ შევაჯამებთ, ფერისი აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან დაზუსტებას. რომელიც ხშირად არასწორად ესმით მისი ფილოსოფიიდან გამომდინარე, ხო? კი. ის ხაზგასმით ამბობს, მე არ ვარ უსაქმურობის ან სიზარმაცის პროპაგანდისტი. მას არანაირი პრობლემა არ აქვს მძიმე შრომასთან თუ ეს შრომა არის მიზანმიმართული, ეფექტური და მიმართულია სწორ მნიშვნელოვან საქმეებზე. დიახ, ის აფრთხილებს იმას, რასაც შეიძლება გაურჩეველი მოქმედება ან მუდმივი აურზაური, ანუ hustle culture ვუწოდოთ. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი მუდმივად დაკავებულია, მუდმივად რაღაცას აკეთებს. მაგრამ ამ ქმედებების უკან არ დგას საკმარისი დაფიქრება, ანალიზი და პრიორიტეტების განსაზღვრა. ფერისი ამას პირდაპირ უწოდებს სიზარმაცის ერთ-ერთ ყველაზე მზაკრულ და დესტრუქციულ ფორმას. რატომ? იმიტომ რომ ის არ გავს ტრადიციულ სიზარმაცეს, ანუ დივანზე წოლას. და საზოგადოება ხშირად აქეზებს კიდეც. თავარია მოძრაობდე, რამეს აკეთებდე. სინამდვილეში ეს არის ინტელექტუალური სიზარმაცე. არ გინდა დახარჯო დრო და გონებრივი ენერგია იმაზე ფიქრში, თუ რა არის ნამდვილად გასაკეთებელი. ეს პირდაპირ გვაბრუნებს დრაკერის ეფექტურობის პრინციპთან და 20-20 კანონთან. კი, თავარია თავიდან აიცილო ტრივიალური, უმნიშვნელო საქმეების კეთების ექსპერტად ქცევა. იმუშავე ბევრი თუ საჭიროა, მაგრამ მხოლოდ იმაზე, რასაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ზუსტად. მართლაც ძლიერი აზრია. მოდით შევეცადოთ ამ ყველაფრიდან გამოვყოთ ძირითადი არსი. ის ბირთვი, რომელიც დღეს ტიმ ფერისისგან ვისწავლეთ. პირველი, კონკურენციას გაექეცი. ნუ შეებრძოლები. ანუ შექმენი საკუთარი კატეგორია. მეორე, განსაზღვრე შენი სწორი ზომა. წარმატება ყოველთვის მაქსიმალურ ზრდას არნიშნავს. აი, პატარა გიგანტები. მესამე, იყავი საკუთარი თავის საუკეთესო კლიენტი. შექმენი ის, რაც შენ გჭირდება. საკუთარი ქავილის მოფხანა. მეოთხე, ფოკუსირდი სიღრმეზე, არა სიგანეზე. 1000 ნამდვილი ფანი შეიძლება მილიონზე მეტს ნიშნავდეს. მეხუთე, იყავი ეფექტური და არა მხოლოდ ეფექტიანი. აკეთე სწორი საქმეები და გამოიყენე 80-20 პრინციპი. და მეექვსე, პერიოდულად შეამოწმე კომპასი. დარწმუნდი, რომ შენი ბიზნესი ისევ შენს მიზნებს ემსახურება. აი, მოხეტიალეობის იდეა. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ერთი შეკითხვა თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის დასაფიქრებლად. ფერისი გვაფრთხილებს, რომ მუდმივი დაუფიქრებელი მოქმედება და დაკავებულობა შეიძლება ინტელექტუალური სიზარმაცის ნიშანი იყოს. როგორ შეიძლება დარწმუნდეთ, რომ თქვენი ძალისხმევა, თქვენი მძიმე შრომა, იქნება ეს ბიზნესში, სამსახურში თუ სწავლაში, ნამდვილად ეფექტურია?
ანუ მიმართულია იმ შედეგებზე, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და არა უბრალოდ დროის შევსებაა. და როგორ შეიძლება გამოიყენოთ 80-20 პრინციპი არა მხოლოდ სამსახურში, არამედ რა ვიცი, ცხოვრების სხვა სფეროებშიც. კი, რათა ნაკლები რესურსით მიაღწიოთ იმას, რაც თქვენთვის ნამდვილად ღირებულია. დაფიქრდით ამაზე. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით ტიმ ფერისის იდეების ამ განხილვისას. იმედია ეს საუბარი თქვენთვისაც ისეთივე საინტერესო და პრაქტიკულად გამოსადეგი აღმოჩნდა, როგორც ჩვენთვის.